არსებობენ წიგნები, რომლებიც თავს იმდენჯერ წაგაკითხებენ, რამდენჯერაც ეს მათ მოესურვებათ. და სწორედ ალბათ ამაშია კარგი წიგნების და ნამდვილი ლიტერატურის მაგიური ძალაც. ჩემს ცხოვრებაშიც არის ასეთი წიგნი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ წავიკითხე, პირველად მახსოვს ის შთაბეჭდილება და ის ემოციების ის სიმძაფრე, რომელიც პირველად წაკითხვის დროს დამეუფლა და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ შემდეგ იმდენჯერ მიუბრუნდი ამ წიგნს, რომ უკვე სათვალავიც ამერია და ძალიან ყოველ მიბრუნებას და ყოველ ხელახლა წაკითხვის დროს არ თუ მინელდება ის ემოცია და ის შთაბეჭდილებები, რომელიც ამ წიგნის წაკითხვას ახლავს, არამედ კიდევ უფრო მეტად ძაფრდება და კიდევ უფრო მეტად აღმოაჩენ რაღაც სიახლეებს, რომელიც შეიძლება წინა წაკითხვის დროს გამორჩენოდა. ეს წიგნი არის ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელი, რომელიც ალბათ მკითხველისთვის ფართოდ არის ცნობილი და ბევრიც შეიძლება საყვარელი და სამაგიდო წიგნი იყოს, თუმცა თუ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს წაკითხული, მე მოხარული ვიქნები თუ ამ სურვილს გაუღვივებ ჩემი ამ პატარა მონოლოგით, რომელიცაც შევეცდები ის აქცენტები, ძირითადი სათქმელი გამოვხატო, რომლის თქმაც ავტორს ამ წიგნით უნდა. და რაზეა წიგნი? ბუნებრივია რთულია ძალიან მარტივად მოყვე ამ წიგნზე, მით უმეტეს 2-3 წუთში, თუმცა შევეცდები მაინც ძირითადი აქცენტები, რისი ხაზგასმაც უნდა ავტორს ეს გადმოვცე. წიგნი არის კაცზე, მარტოხელა კაცზე, რომელსაც უყვარს წიგნების კითხვა და კლასიკური მუსიკის მოსმენა და რაღაცნაირად თავს გაუცხოებულად და გარიყულად გრძნობს იმ სოციუმისგან, იმ საზოგადოებისგან, რომელთანაც თანაცხოვრება მას უწევს. და ის ახდენს თვით დაკვირვებას საკუთარ თავზე და აკეთებს ასეთ დასკვნას, რომ მის თავში, მასში არსებობს ორი სახის არსება, ეს არის ერთის მხრივ ადამიანი, ინტელექტუალი, კულტურული ადამიანი და მეორეს მხრივ ველური ბუნების ტრამალის მგელი. ანუ ეს ორი საწყისი, რომელიც თავის მხრივ ნიჩიანური გაგებაა, რომ არსებობს აპოლონური და დიონისური საწყისი, ანუ ერთის მხრივ საწყისი, რომელიც არის ჰარმონიის, წესრიგის, გონების და ასე შემდეგ მანიშნებელი და მეორე დიონისური საწყისი, რომელიც პირიქით ამის სრული ანტიპოდია და ეს არის ქაოსის, შეგრძნებების და ინსტინქტების და ველური ბუნების მანიშნებელი საწყისი. და სწორედ ეს რაღაცნაირი დიქოტომია და ეს ურთიერთდაპირისპირება, ეს კოლიზია, რომელიც ამ ურთიერთსაპირისპირო განცდებს და საწყისებს შორის ამ ადამიანში არსებობს, რომლის სახელიც არის ჰარი ჰალერი, ასე ქვია მთავარ პერსონაჟს. სწორედ ეს ხდება მისი რაღაცნაირი შინაგანი კონფლიქტის და დეპრესიის და საზოგადოებისგან გაუცხოების მთავარი მიზეზი და მთავარი სულიერი ტანჯვის მიზეზი. და როდის იცვლება ეს ყველაფერი, ბუნებრივია, იცვლება მას შემდეგ, რაც ის შემთხვევით გადაეყრება ქალს და ქალი გამოჩნდება მის ცხოვრებაში, რომელსაც ერთგვარად თავდაყირა აყენებს იმ წმენა წარმოდგენებს და იმ შეხედულებებს, რომელიც ჰარი ჰალერს გააჩნია პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ და შემდეგ სამყაროს და საზოგადოების მიმართაც. და ეს ქალი ჰერმინე ხდება ერთგვარი მასწავლებელი და წინამძღოლი მისი სრულად ახალ სამყაროში შებიჯებისა. ჰერმინე მას ასწავლის, აზიარებს ჯაზ მუსიკას, ანუ თავისუფალ მუსიკას, აზიარებს ასევე ფოქსტროტს, ასწავლის ცეკვას, რაც ბუნებრივია თავისთავად ასოცირდება თავისუფლებასთან და რაღაცა გახსნილობასთან და სილაღესთან. და სწორედ ამის მერე იწყება ჰარი ჰალერში რაღაცნაირი სულიერი, კარდინალური სულიერი ტრანსფორმაცია. თუმცა ეს ყველაფერი არ მთავრდება ამით და ბუნებრივია მოვლენები ვითარდება და კულმინაციას აღწევს ამ წიგნში. ერთგვარი მაგიურ თეატრში მისი მიპატიჟება ჰერმინეს მხრიდან. და როგორია ეს თეატრი, ანუ მასში შეხვდები წარწერებს, როგორიც არის, აქ მხოლოდ შეშლილთათვის შეიძლება შესვლა, ან დატოვეთ პიროვნება გასახდელში და ისე შემოდი და ასე შემდეგ. ანუ ეს მაგიური თეატრი ერთგვარად არის არა თეატრი კლასიკური გაგებით, არამედ
ჰარი ჰალერი მასში მოხვედრის შემდეგ ხვდება ერთგვარ რაღაცნაირ ფანტასმაგორიულ სივრცეში, რაც ერთგვარად არის საკუთარ სულში და საკუთარ გონებაში მოგზაურობის ამსახველი სივრცე პრაქტიკულად, რადგან ის ხვდება თავისი ბავშვობის მეგობარს, იქ ხვდება სხვადასხვა ადამიანებს, რომელიც მის სულში რაღაცნაირად აღძრავს სხვადასხვა ემოციებს და აქ არის აშკარად იუნგის გავლენა ავტორზე, რომ აი ეს თვით დაკვირვება, თვით რეფლექსია და თვით შემეცნება, ჩაღრმავება საკუთარ სულში და საკუთარი ბავშვობის სიღრმეებში ჩასვლა ერთგვარად ხდება კიდეც გარანტიი საკუთარი სულის ნაწილების განკურნების. და რა იგულისხმება ამაში? თუ იქამდე ჰარი ჰალერი მთავარი პერსონაჟი საკუთარ თავში ხედავდა მხოლოდ ორ პიროვნებას, ორ არსებას, რომ ერთის მხრივ ეს იყო კულტურული ადამიანი, ცივილური პიროვნება და მეორეს მხრივ ველური ბუნების ტრამალის მგელი, აი სწორედ ამ თეატრში შესვლის შემდეგ ის აღმოაჩენს, სადაც ბევრი სარკეა და ბუნებრივია ეს რაღაცა სიმბოლოა იმის, რომ ადამიანმა საკუთარ თავში ჩაძიების და საკუთარი ბევრი მეს აღმოჩენა შეძლოს. აი სწორედ აქ აი ამ თეატრში ხდება ჩაღრმავება, სულიერი ჩაღრმავება და თვითრეფლექსია ჰალერის მხრიდან და ის ხვდება, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ორი რაღაცა საწყისის მქონე არსება და უბრალოდ არ შეიძლება ადამიანი მოვაქციოთ რაღაც მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოში, სადაც ის შეიძლება მოვათავსოთ, არამედ უბრალოდ ადამიანი არის გაცილებით მრავალფეროვანი და კომპლექსური არსება და ფენომენი. და სწორედ ეს ვიწრო ჩარჩოში ადამიანის მოთავსება ავტორის აზრით იწვევს იმ კონფლიქტებს, შინაგან კონფლიქტს და სულიერ რაღაცნაირად დეპერსონალიზაციას, რომელიც ახლავს აი ესეთ გაგებას საკუთარი თავის. არამედ ჩვენ უნდა უბრალოდ მივიღოთ საკუთარ თავში არსებული ბევრნაირი ის გამოხატულება და ბევრი მე, რომელიც შეიძლება ჩვენ თავში არსებობდეს და სწორედ აი ესეთი ნაწილები, სულიერი ნაწილების მიღება და იმის ფაზლის შეკვრა ხდება შემდეგ გარანტი იმისა, რომ ადამიანმა რაღაცნაირად სულიერ განკურნებას და მეტამორფოზას მიაღწიოს. მთავარი სათქმელი მოკლედ ამ წიგნით, რითაც ეს გამოირჩევა და აქ ხაზგასმული არის, რაც წეღან გამორჩა, არის იუმორის დანიშნულება და ღირებულება, რასაც ავტორი ხაზს უსვამს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს ზოგადად იუმორით შეხედვას იმაზე, რასაც ადამიანები ტანჯვით აღიქვამენ და ესე მწუხარებით უყურებენ სინამდვილეში, რომ აი ადამიანი, რომელიც სულ გამუდმებით სერიოზული და გამოდმებით რაღაცნაირად სერიოზულად უყურებს იმ გამოწვევებს, რომელიც შეიძლება მას ცხოვრებაში ხვდებოდეს, ძალიან კომიკური სანახავია თუ ერთხელ მაინც არ ცდილა და იუმორით და თვითირონიით არ შეხედა საკუთარ თავს პირველ რიგში. და ამით მნიშვნელოვანი არის ის ღირებულება, რასაც ხაზს უსვამს, იუმორის ღირებულებას, რომელსაც ხაზს უსვამს ჰერმან ჰესე აი ამ წიგნში. და ბევრ უამრავ საინტერესო ბუნებრივია თემებს შევხვდებით, გარდა იმისა, რომ როგორი არის ადამიანში მოთავსებული ამა თუ იმ აპოლონური იქნება თუ დიონისური საწყისის მნიშვნელობა და ასე შემდეგ. ეს წიგნი მნიშვნელოვანი არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ზოგადად ინტელექტუალური ლიტერატურა, ვისაც უყვარს საკუთარ თავში ღრმად ჩაძიება, თვითშემეცნება, თვითრეფლექსია და საკუთარ სულში იმ ადგილების მოძებნა და პოვნა, რომელიც შეიძლება ძალიან ღრმად იყოს მიმალული და რომლის მოძებნად შეიძლება გახდეს კიდეც ადამიანის აი გამთლიანების, წონასწორობის მიღწევის და სულიერი განკურნების საფუძველიც კი, ასე რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს ეს ბრწყინვალე შედევრი ჰერმან ჰესეს ტრამალის მგელი, ალბათ დროა რომ ამ შესანიშნავ საქმეს ხელი მოკიდოს და იმოგზაუროს იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც ავტორი ამ წიგნში თავაზობს.